პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოსა და ამერიკის თანამშრომლობაზე ისაუბრა. შალვა პუაშვილის განცხადებით, შტატების ახალმა ადმინისტრაციამ იცის რა არის გასაკეთებელი, იმისთვის რომ საქართველოსთან და ქართველ ხალხთან ურთიერთობები დაბრუნდეს ძველ კალაპოტში. ჩვენი მხრივ გამოვთქვით მზაობა სხვადასხვა ფორმატში იმისთვის რომ სტრატეგიული ურთიერთობა არათუ დავაბრუნოთ, იმიტომ რეალურად ის სტრატეგიული ურთიერთობა არ იყო ის სტრატეგიული ურთიერთობა, რომელიც ქართველ ხალხს სურს რომ დაინახოს, არათუ დავაბრუნოთ იმ სტრატეგიული ურთიერთობის დონეზე, არამედ პირიქით, თვისებრივად ახალ სტრატეგიული ურთიერთობა გქონდეს. ჩვენ ვართ მზად რომ ამერიკელი ხალხის ინტერესები გავითვალისწინოთ და ეს იყოს ერთ-ერთი მამოძრავებელი და ამავე დროს მოლოდინი არის რომ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამაც უნდა გააცნობიეროს რა არის ქართველი ხალხის ინტერესი. დაიწყო ბაიდენის ადმინისტრაციამ, გააფუჭა და ეს ურთიერთობები ფაქტობრივად პრეზიდენტ ტრამპს დაახვედრა ლამის ჩიხში შესული ურთიერთობა ქართველ ხალხთან, ერთ-ერთ მთავარ პარტნიორთან ამერიკელი ხალხისა. ასე რომ ვინც გააფუჭა ურთიერთობა, მნიშვნელოვანია რომ რაღაც ნაბიჯები მისგან მოდიოდეს. ერთ-ერთი რასაც ჩვენ ვაკეთებდით, ეს იყო რომ დაგვეცვა ჩვენი საზოგადოება ამ გარეთ ჩარევების.